ან ფული, ან სული, ელენე. Რა თქმა უნდა, სული ჩემო. ყოჩა. რა თქმა უნდა, სული. შეგაშინე ცოტა? კი, შემეშინეთ მე უფრო. ციდან კარგი მიზანი მაქვს. ერთადერთი თამაშია, სადაც წარმატებას ვახტევ. სროლელი შენ რატო ხარ ვერ გავიგე, ჰა? რატო გადაწყდა ეგრე? შენ ხარ მსხვერპლი დღეს ესე გამოვიდა, მაგრამ არა უშავს. გავცვალოთ მე როლები თუ მოგინდება პირობას გაძლევ. მართალია ჩვენს ჩაცმულობაზე ზრუნავს ორსეი და პრომოდი, მაგრამ ამჟერად აი ესეთი მოწყობილობა არის ჩემზე თუ რატომ მაგას რა თქმა უნდა ჩვენი მაყურებელი მოგვიანებით გაიგებს მანამდე კი მაკო? მოკლედ არაერთხელ ვთქვით რომ ტექნოლოგიების ნამდვილი ბუმია საქართველოში, სწორედ ამიტომ ეკონომიკის სამინისტრო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ანხორციელებს, მათ შორის ერთ-ერთი არის სტარტაპ საქართველო, იმ შემთხვევაში თუ გაქვთ საინტერესო იდეა, მაგრამ არ გაქვთ მატერიალური რესურსი იმისთვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს, სწორედ ისინი დაგეხმარებიან. სხვა პროექტებზეც გვისაუბრია ჩვენ მაგალითად ბიზნეს ინკუბატორზე, სადაც ასევე გაყალიანებენ თუ როგორ შეიძლება სწრაფად განახორციელოთ ეს იდეები და დღესაც სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ, უფრო კონკრეტულად კი სტარტაპ საქართველოს. კი, მაგრამ მანამდე მე მაყურებელს და შენც მინდა გითხრა, რომ ახალ წამოწყებაზე, რომელიც გვიანი შუა დღეს შემოგთავაზებთ, გიორგი კინწურაშვილს თქვენ უკვე ძალიან კარგად იცნობთ, იგი გახლავთ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული დეპარტამენტის უფროსი და ის გახდა ჩვენი თანაწამყვანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ სამშაბათობით იგი იქნება ჩვენთან ერთად და ჩვენს მაყურებელს, რომელსაც აქვს ფანტასტიკური ბიზნეს იდეა და გონია რომ მისი განხორციელება შეუძლებელია კონკრეტული მაგალითებით დაგარწმუნებთ, რომ განუხორციელებელი ნამდვილად არაფერი არ არის. მოკლედ წინა კვირას თუ ვისაუბრეთ ბიზნეს ინკუბატორზე, დღეს ვსაუბრობთ სტარტაპ საქართველოზე, როგორც ვუთხარი ჩვენ მაყურებელს და რა თქმა უნდა გიორგი იქნება აქ ჩვენი გიდი და გაგვაცნობს ორ ძალიან საინტერესო პროექტს, ხო? ვუთხრათ ესეც ჩვენ მაყურებელს. მოკლედ ჩვენი გოგოების მყუდროებას კი არ დაარღვევს, შემოუერთდებათ გიორგი კინწურაშვილი. მაშინ ბუდა მოედანი შენია, ჩემო გიორგი. დიდი მადლობა პირველ რიგში GDS სააგენტოს სახელით მინდა გადავხადო იმისათვის, რომ ესეთი საშუალება გვაქვს, რომ ყოველ კვირა ვესაუბროთ მაყურებელს ჩვენი პროექტების შესახებ. ოღონდ არა მარტო კონკურსების და სხვა პროექტების შესახებ, არამედ კონკრეტული სტარტაპები გვეყოლება ხოლმე, რაც მთავარი არის და გავაცნობთ მაყურებელს კონკრეტულად ინოვაციურ იდეებს, რაც უკვე გამარჯვებულები არიან ხოლმე სხვა კონკურსების. დღეს ვის გაგვაცნობ კონკრეტულად? წინა გადაცემაში ვისაუბრეთ ბიზნეს ინკუბატორის პროგრამაზე, რომელიც ტექნოპარკში ხორციელდება. დღეს გვინდა ვისაუბროთ სტარტაპ საქართველოზე, რომელიც, როგორც თქვით, ეს არის დაფინანსების კონკურსი. ანუ მაშინ, როცა იდეა ჩამოყალიბებულია ბიზნეს მხარეს, ანუ გუნდმა იცის რა უნდა გააკეთოს, სად უნდა შეიტანოს თავის პროდუქტი, ანუ აქვს მარკეტინგული გეგმა ამ შემდეგ და ხჭირდება მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა. სტარტაპ საქართველოს მიზანი ზუსტად ეს არის და არის განსხვავებული სხვა კონკურსებისათვის, საგან, იმიტომ რომ ეს არ არის არც გრანტი, ეს არ არის სესხი. ეს არის უკვე ინვესტიცია კომპანიაში, სადაც გუნდი წარსდგება ინვესტორებთან. ხშირად არის ხოლმე სააგენტოს, ხშირად გვაქვს ხოლმე ესეთი სიტუაცია, რომ არის ძალიან მაგარი პროექტები და ამბობენ რომ გჭირდება ინვესტორები. სად ვიპოვოთ ეს ინვესტორები, როგორ მივიტანოთ ჩვენი იდეა და ამ კონკურსით სტარტაპ საქართველოში ზუსტად ეს ხდება, რომ გუნდი მიდის ინვესტორთან. თქვენ კლიპს ხედავს ახლა ჩვენი მაყურებელი, ხო? ძალიან მოკლედ რომ შევაჯამო, სტარტაპ საქართველოს პირველი ეტაპი, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური იდეების კონკურსი, რომელსაც სააგენტო ახორციელებს, ჩატარდა ზაფხულში. სულ მივიღეთ 150 განაცხადი საქართველოს მასშტაბით, რაც ძალიან მაგარი შედეგი არის ჩვენთვის. აქედან შევარჩიეთ 50 ფინალისტი და კიდევ ერთი მაგარი რაღაც არის, რომ დავატრენინგდეთ. მესამედი ფინალში გადავიყვანეთ, დატრენინგდნენ გუნდები, როგორ წარადგინონ პრეზენტაცია ინვესტორთან, იმიტომ რომ ამას მაგარი ცოდნა სჭირდება, როგორ თქვა მოკლედ შენი იდეის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მესიჯი რომ მივიდეს პირდაპირ. ხშირად არის ხოლმე, რომ გუნდს გონია, რომ რაღაც ძალიან ბევრი რაღაცით თქმა უნდა და ინვესტორს ძალიან ცოტა დრო აქვს. ანუ ამაზეც სააგენტომ ტრენინგები ჩაატარა და შემდეგ უკვე 7 ძალიან მაღალი დონის ინვესტორი ამ აშშ-დან, სხვა ქვეყნებიდან იყვნენ, სადაც გუნდებმა 7 წუთიანი პრეზენტაციები ჩაატარეს და გამოავლინეთ 20 გამარჯვებული, რომელმაც მიიღო 100,000 ლარის ინვესტიცია კომპანიაში 5% წილის სანაცვლოდ. ესეც ძალიან ასე ვთქვათ ინოვაციური კონკურსი არის, იმიტომ რომ მართლა არ არის გრანტი, არ არის სესხი. და დღეს ყავს ზუსტად ორი გამარჯვებული გუნდი, გივი ბერიძე კომპანია Laser Combat-დან და ვატო ტაბატაძე კომპანია Hand for Help. როგორი სახელწოდებებია ძალიან მაინტერესებს. საიდან დავიწყოთ? საინტერესო ისტორია და ვატო დავიწყოთ, ვატო რა გითხრა, საიდან მოვიდა იდეა? დავიწყოთ, პირველად ეს ჩვენი იდეა გაგვიჩნდა წინა წლის მარტში, როდესაც ვნახეთ ერთი ახალგაზრდა ბავშვი,
და მივედით მასთან, მას არ ქონდა ხელი, ქონდა განუვითარებელი ბავშვობიდან და ძალიან მოტივირებულად ვიგზავნით თავი და გადავწყვიტეთ, რომ მისთვის გაგვეკეთებინა ხელი. შემდეგ ნელ-ნელა აეწყო ეს, დავამზადეთ მისთვის ხელი, მივეცით, ძალიან გახარებული იყო, როდესაც თამაშობდა და შემდეგ ვიფიქრეთ, რომ რატომ არ მივიღოთ მონაწილეობა სტარტაპ საქართველოში. მივიღეთ სტარტაპ საქართველოში მონაწილეობა, ძალიან დაგვეხმარა ის იდეები, როდესაც გაგვაცნეს ინვესტორებმა და მენტორებმა როგორ უნდა წარვადგინოთ ინვესტორებთან ეს ჩვენი პროექტი და ჩვენი იდეა, ჩვენი ბიზნეს გეგმა როგორ წარვადგინოთ და შემდეგ მივიღეთ დაფინანსება და ასევე მინდა აღვნიშნო რომ დაფინანსებასთან ერთად მენტორშიპი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც გაგვიწიეს კონსულტაცია და რეალურად გაგვაცნეს Silicon Valley-ში როგორ ხდება ინოვაციების დანერგვა და გამოყენება. ბატონო, ახლა ვხედავთ ვიდეოს, ხო, სადაც წარადგენთ თქვენ Hand for Help-ს. ეს არის ფინალი. ეს არის საბოლოო პრეზენტაცია. დღეს გვინდოდა რომ ხელი მოგვეტანა აქ, მაგრამ იმის გამო რომ გუნდმა უკვე ახალი მოწყობილობები იყიდეს, ხდება გადაწყობა, ხო, პროცესშია და უფრო მაღალ საფეხურზე ადის, ხო, თავის შესაძლებლობებით. იმდენად კარგი მიზანია, რომ ნამდვილად ღირდა, რომ ჩვენთან არ მოგეტანათ დღეს, ბევრად უფრო კარგი საქმეები უნდა გაკეთდეს, სწორედ ამ იდეის განხორციელებით. მართლა ფილმის ამბავს გავს ცოტა, ისეთი იყო დასაწყისიც. ეხლა რა ეტაპზე ხართ ვატო? ახლა დავიწყეთ უშუალოდ კლიენტებთან ურთიერთობა. ერთ ბავშვს უკვე მივეცით ახალი ხელი. საქართველოში, ხო? დიახ, საქართველოში, დიახ. ორთან ერთი მივეცით. ორთან მოლაპარაკებები გვაქვს და ერთთან უშუალოდ დიზაინს ვარჩევთ უკვე როგორი ურჩევნია, რა ფერის, რა რეალურთან მიგსავსებული, რეალურისგან განსხვავებული თუ როგორი რა. ბატონო, ან მუშაობა როგორ ხდება? ანუ როგორ უნდა ამუშავო? ვერც ხვდები ახლა რადგან აქ არ არის წარმოდგენილი რთული ტექნოლოგია. ჩვენი ინოვაცია მდგომარეობს იმაში, რომ დღესდღეობით ბაზარზე რა პროთეზებიც არსებობს, ისინი არის ძალიან რთული საკონტროლებელი და ძალიან ძვირია. და ჩვენი კონტროლი ხდება მხოლოდ ერთი კუნთის მეშვეობით, ერთი კუნთის დაჭიმვა არ დაჭიმვით, მთელ ფუნქციონალს აგვარებს მხოლოდ ერთი მიკროპროცესორი და რომელ კუნთზე არის? ნებისმიერზე რომელზე აგიხსნა. წარმოიდგინე როგორ მარტივდება მოხმარება თვითონ და თვითონ ხელი არის ჭკვიანი და ავტომატურად ხდება რისი გაკეთება გინდა რა. სხვა სენსორები არის როგორც გამოყენებული. არა, და თან ის მომენტია, რომ თუ აქამდე რეალურად ძალიან ბევრ ადამიანს სოფლიოში არსებული მიღწევის მიუხედავად არ ქონდა საქართველოში შესაძლებლობა რომ ქონოდა მსგავსი დამხმარე საშუალება და საკუთარი ხელი, ეხა ეს გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გახდება მისთვის, ხო? კი, მაგის გარდა კიდევ ბევრი პლუსი, იმიტომ რომ აი საქართველოში, როდესაც ჩვენთან მოდიან კლიენტები, სულ გეუბნებიან, რომ აი თურქეთში მოგვიწია გადასვლა და იქ რომ ნახეთ ღირდა $7,000 და ძალიან ძვირი იყო და პლუს ამასთან ძიმე იყო ძალიან და ეს მინუსები ჩვენ მოგვარებული გვაქვს ასეთი. თქვენი რა ეღირება დაახლოებით და როგორ შეიძლება ყიდვან? როდიდან ფიქრობთ რომ გაიყიდება და როგორ იყიდეს? ჩვენ ვფიქრობთ რომ წელს ალბათ დავიწყებთ გაყიდვებს და ღირებულება ელექტროპროთეზის აღწევს $1,000, რაც სხვებთან შედარებით არის ძალიან იაფი და რეალურად ჩვენ მისია გვაქვს რომ გვინდა აბსოლუტურად ყველას მივაწვინოს და ამიტომ გვაქვს ასევე მექანიკური ხელები, რომელთაც სხვადასხვა ფავლაბების და ტექნოპარკის დახმარებით გვინდა რომ სრულად უფასოდ მივცეთ ნებისმიერ მსროლელს. და არა მარტო საქართველოში. თავისთავად ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოზე ვართ ორიენტირებული და მომავალ წელს გვინდა რომ სხვა ინვესტიციის საშუალებით გავიდეთ სოფლიო ბაზარზე. და გაცილებით მსუბუქი იქნება ხო, რადგან ახსენე რომ ის კონკრეტულები რაღაცა გაცილებით ესეთი მძიმე არის. 3D პრინტერს ვიყენეთ, რაც ერთდროულად აიაფებს ფასადს და ამავდროულად ამსუბუქებს. ხო და ანუ ისე გამოდის რომ მარტო საქართველოსთვის არ არის მნიშვნელოვანი როგორც მე მივხვდი, ანუ ის კი არ გავაკეთეთ რაც მთელ მსოფლიოში არის და ეხა ჩვენთანაც იქნება უკეთეს ვერსიას ვთავაზობთ სხვა ქვეყნებსაც. აი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილს შეეხება, მაკო. სტარტაპ საქართველოს იდეა და ჩვენი კონკურსის იდეა იყო ზუსტად ის რომ გვეპოვა ისეთი კომპანიები და გუნდები, რომლებიც ქმნიან რაღაცას, რომელიც გავა გლობალურ მასშტაბზე. ანუ მარტო საქართველოს მასშტაბით კი არ იფიქრებდნენ. მაგალითად როგორც Hand for Help-ი გეგმავს რომ დაიწყოს საქართველოში გახადოს ხელმისაწვდომი, დატესტოს ბიზნესი და შემდეგ უკვე სხვა ქვეყნებში გავიტანოთ. სახელწოდებაც როგორი მაგარია Hand for Help, ძალიან მაგარია ნამდვილად. მეც ძალიან მაგარია. ხარია რომ მოგწონთ. ხო, ნუ ჩვენ გვახარებს ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი ნებისმიერი მიმართულებით და როცა ეს ეხმარება მედიცინას, მეცნიერებას, მაგრამ არასდროს არ გვავიწყდება გართობის შესახებ, ხო? ადამიანი ზოგადად ესეთია. შესაბამისად მე ერთი სული მაქვს ელენეს როდის გავიმეტებ და მიზანში როდის მოვარტყავ, ამიტომ
მეჩქარება რომ გადავიდეთ უკვე მეორე იდეაზე და ბიზნეს გეგმაზე, ხო? გაგვაცანი მეორე. ესეც Laser Combat-იც არის ჩვენი კონკურსი სტარტაპ საქართველოს გამარჯვებული და არის საინტერესო გუნდი, იმიტომ რომ იდეა გივი უფრო დეტალებში გეტყვით, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს პროექტი, იმიტომ რომ დაიწყო ძალიან საინტერესო პროექტიდან ჩვენ მქონდა ინოვაციების ბანაკი 2 წლის წინ და მთლიანად გუნდის განვითარების მთელი, ასე ვთქვათ, ეს იდეა განვითარდა სააგენტოს თვალწინ და საკმაოდ საინტერესო პროექტი არის და უკვე დღეს გვაქვს ნიმუშიც და გივი დემონსტრირებასაც ცოტა ხანში მოვახდენ. ეს არის ბანაკის კადრები, ხო? ეს არის ბანაკიდან კადრები 2014 წელს ნუნისში ქონდა ეს ბანაკი, სადაც ყავდა ძალიან ბევრი ახალგაზრდა, არა მხოლოდ ტექნოლოგიური სფეროდან, ნებისმიერ ახალგაზრდას, ვისაც იდეები ქონდა, შეეძლო მონაწილეობა მიეღო ბანაკში. იქ მუშაობდით სხვადასხვა იდეებზე 5 დღის განმავლობაში, აი კადრებს ხედავთ, ტრეინინგები უტარდებოდათ გუნდებს, ყავდნენ საინტერესო ტრენერები, მათ შორის დუბაიდან, ინვესტორებიც, რომლებიც აკვირდებოდნენ გუნდებს და გივის გუნდი იყო ზუსტად ის სტარტაპი და იდეა, რომელიც მათაც მოეწონათ სწორედ ეს Laser Combat-ი იყო მაშინ, ხო? მაშინ ზუსტად ამ პროექტზე მუშაობდა გუნდი, აი ხედავთ მაშინ ესე ლამაზად არ გამოიყურებოდა ეს პროექტები. მოდი მაშინ გავიაროთ მასთან ერთად ყველა ის ეტაპი, რაც გაიარეს მუშაობისას. თავიდან როგორი სახე ქონდა და დღეს როგორია და როგორი იქნება მომავალში, იმიტომ რომ ჯერ კიდე განვითარების პერიოდში ხართ. მოკლედ დავიწყებ სულ თავიდან მაშინ როგორ მოხდი ამ სფეროში. პირველი იდეა გავაკეთეთ ჰაკათონზე და სწორედ აი ამ იდეით მოგძევნა ინოვაციების ტექნოლოგიების სააგენტომ და მიგვიწვია თავისთან შეხვედრაზე. სადაც გველაპარაკნენ და თურმე ყოფილა ესეთი პროექტი, იგეგმებოდა ინოვაციების ბანაკი, რომელიც სტარტდებოდა ნუნისში და მიგვიწვიეს მაგ ბანაკში და წინა დღეებში დავსხედით, ჩემს გუნდთან ერთად დავსხედი და დავჯექი და ვიფიქრეთ რა იდეა გაგვეტანა. და გაგვახსენდა რომ აი ბავშვობაში მომბანას რო თამაშობდით და ერთმანეთს რო ვითომესროდით და მე ჭუბი რო იწყებოდა, არა მე მოგარტყი, არა მე მოგარტყი, ხო? და მიდი და გაიგე. და მანამდე ჩვენ არ ვიცოდით, ერთი ვიცოდით რომ არსებობდა Airsoft-ი, მაგრამ წარმოდგენა არ ქონდა რომ რაღაც ლაზერული თამაშებითაც შეიძლება, ანუ Airsoft-ი მოგახსენებათ რომ გესვრიან გტკივა და გილუჯდება და მთელი ამები, ხო? ანუ paintball-ი სადაც ხდება ლაქა საღებავის და ხვდები რომ ანუ გვინდა და ისეთი რაღაც გავაკეთებინა რომელიც ბავშვებსაც მოეწონებოდათ, მოზარდებისაც მისაღები იქნებოდა და დიდებიც ითამაშებდნენ. და მივედით იდეამდე რომ გავაკეთებინა შიგლეტი, რომელიც დაფარული იქნებოდა მთლიანად სენსორებით და რა წერტილშიც მოხვდებოდა ნუ რაღაცა სხივი, მაშინ წარმოდგენა არ ქონდა რა სენსორი უნდა ყოფილიყო ან რა სხივი, იქ ქონოდა შეგრძნებები. ნუ ამ უბრალოდ იდეით წავედი ინოვაციების ბანაკში, სიმართლე გითხრათ, პროგრამირებაშიც ძალიან ცოტა ვიცოდი, ტექნოლოგიებშიც ძალიან ცოტა ვიცოდი, მაგრამ ეს იყო შესაძლებლობა რომ წასულიყავი იქ, გაგესნო ხალხი და იმათთან ერთად გესწავლა იმ 5 დღეში ყველაფერი, ხო? წავედით, გავიცანეთ იქ ინვესტორები, ამან უფრო დიდი мотиваცია მოგცემ, იმიტომ რომ დაინტერესება იყო მათგან, რომ დუბაიში რაღაც წავსულიყავით აქსელერატორში თუნდაც და იქ გავაკეთეთ რაღაც ძალიან მარტივი პროტოტიპი, რომელმაც აჩვენა, რომ ჩვენი იდეა მუშაობს. აი ამ პროტოტიპის გაკეთებაში ვინდა გეხმარათ, იმიტომ რომ ესე იდეის დონეზე მეც ხვდები, რომ ფანტასტიკური იქნებოდა, მაგრამ ვერაფრით ვერ ავაწყობდი იმ მოწყობილობას, რომელიც მართლა იმუშავებდა, ვერც ჟილეთს და ვერც იარაღს. ინოვაციების ბანაკში მარტო იდეებით არ მიდიოდა ხალხი, იქ წამოღებული ქონდა ინოვაციების ტექნოლოგიების სააგენტოს სხვადასხვა ტექნოლოგიები, როგორც არის Arduino. ანუ ტექნიკურ მხარეში უკვე თავიდან ბოლომდე თქვენ დაეხმარეთ, ხო? ხარდაჭერა იყო და მენტორებიც ყავდათ წამოყვანილი, ზოგი ადამიანი იყო ისეთ დაუშვათ, ვინც Arduino-ს აპროგრამება იცოდა, ზოგი იყო, ვისაც ელექტრონიკა ესმოდა და ასე შემდეგ და ამათ ყველგან ჩვენ ცოდნა წამოვიღეთ, სამნი ვიყავით წასულები გუნდიდან და ცოდნა წამოვიღეთ და რაღაც ტრივიალური პროტოტიპი შევქმნით. შემდეგ როცა მორჩა ეს ინოვაციების ბანაკი, ჩვენი мотиваცია იყო ის, რომ აი ეს დუბაის ინვესტორები გვაფინანსებდნენ ჩვენ ყოველ თვე. რაღაც სიმბოლური თანხა იყო ხა, მაგრამ ჩვენთვის სკოლის მასწავლებლებისთვის და უკვე პირველი კურსის სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და აი ამ მაგ თანხით ვცდილობდით რომ და ასევე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით, რომ რაღაც ნაწილებით გვამარაგებდნენ, ვცდილობდით რომ აგვეწყო რაღაც უფრო ახალი, უფრო დიდი, გავკეთებინა ჟიგლეტი, რაც ოცნებას გავდა მაშინ, რომელზეც მოგვწევდა გავკეთებინა ჟილეტი, რომელიც რეალურად თამაშში შესაძლებელი იქნებოდა და შეგვეძლებოდა მისულიყავით სხვადასხვა კლიენტებთან და გვეთქვა რომ აი ჩვენი ტექნოლოგია არსებულ ტექნოლოგიას ჯობია.
ამ ჟილეტის შექმნას შევძელით, ეს არ არის პირველი პროტოტიპი, ეს არის მეორე პროტოტიპი. შემდეგ უკვე წარმოიშვა რაღაც პრობლემები, მაგალითად, ერთ-ერთი პრობლემა იყო, დღის შუქზე არ შეგვეძლო თამაში. ანუ ეხლა ამ სტუდიაში ჩვენ ვერ შევძლებდით თამაშს, იმიტომ რომ შუქი არის, ხო? შეგვეძლო მარტო სიმღერაში, ხო? და ეგ იყო ერთ-ერთი პრობლემა. მაგ დროს მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით უკვე დუბაის ინვესტორებთან და თითქმის მისული ვიყავით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ უნდა გაგვეხსნა დუბაიში ერთი კლუბი სათამაშო. მაგრამ ამის გადადევა მოხდა დროებით, იმიტომ რომ რაღაც პრობლემები ჰქონდა ტექნოლოგიებში და შემდეგ უკვე როცა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ გახსნა ტექნოპარკი, ანუ მანდ უკვე სრულიად ახალი ერა გაიხსნა საქართველოში, იმიტომ რომ ფავლაბები იყო თბილისში, სადაც არ უნდა გაგეხედა ფავლაბი იყო, მე მგონი, სხვადასხვა სივრცეები იყო, ტრენინგები ტარდებოდა უამრავი და ეს დაგეხმარათ, რომ უკეთესი პროტოტიპი შეგექმნათ, ხო? კი, მანდ ავედით, ეს გვაქვს ზუსტად ეს. მაგალითად, დაგვჭირდა ავტომატის დაბეჭდვა 3D პრინტერზე. და გამოვიყენეთ ფაბლაბი, რომელიც იყო დაუშვათ ტექნოპარკში. შემდეგ უკვე, ანუ მივიყვანეთ ბოლომდე ის პროტოტიპი, რომელიც მაშინ მქონდა, მაგრამ მქონდა ახალი იდეა, რომ გაგვეკეთებინა ისეთი ჟილეტი, რომელიც დღის შუქზეც იმუშავებდა, იმიტომ რომ მაგ დროს უკვე, ანუ არ ის პროტოტიპი, რომელიც მქონდა, ხო, მაინდა-მაინც არ იყო მისაღები ბაზრისთვის, იმიტომ რომ მარტო ღამე შეიძლება თამაში კლუბში, ხო? იცი რა არის, მოსმენა ამ ყველაფრის საინტერესოა, მაგრამ ერთი სული მაქვს, რომ გამოვცადოთ და თან ვაჩვენოთ მეც ერთი სული მაქვს, რომ მე მუქრები ამდენი ერთადერთი მაყურებელს რაც უნდა უთხრეთ, რომ ეს დამჭირდება, ეს მოწყობილობა ეგ პროტოტიპი რახან გვაქვს, ჩვენზე მორგებული გავხადეთ და კარგი, მე შევაერთ, ეხლა მე დავიმალები და მიპოვე, კარგი. უნდა დამემალოთ. Powerbank-ის ჩართებარემ და სართულება გამოყვე მე თუ არა, ნუ მოდი რაც უფრო გამოყვები. შორს ვიქნები. მანძილში ხო არ ვარ შეზღუდული, ანუ აქედან ჩვეულებრივად თავარი ჩართული. ჩაირთო. ანუ ესე თუ ფიქრობ, რომ ეხლა მე აქამდე სნაიპერთა სკოლაში დავდიოდი, ცდები. მიდი. დავჭერი. გრძნობ, არა, არ მткиვა, მაგრამ რაღაცა უცნაური შეგრძნება. მიდი. ზურგზეც არის. ლეზერ კომბატის უპირატესობა ეგ არის, ზუსტად რომ სხვა კონკურენტებთან შედარებით უფრო ზუსტია და მგონია მიზანი, კარგი. ეხლა მანდეს მესვრი თუ გაჭედა მე მგონი. გადატენვა უნდა არა, ტვები რო თავდება. მიდი როგორ უნდა გადავტენო? ესე აუ რა მაგარი, რაღაცა ძალიან უცნაურია. გულში. გულში რატო? 7 ტყვია ესროლა, მაკო ესე კი აი მელენესა. ამ წვანეს უნდა შვიდივე. დავმისნოს. ხელს როცა იფარებს მაგ დროს აბა მიდი, ვეღარ წადე. აღიქავს ალბათ ხო? სავარაუდოდ. თელტანს უნდა იფარებს ხელს. თელტანს რა სერჩი ამ ხელში გადმოდი აქეთკენ. ყველგან გინდა რომ და ეხლა ეს მოწყობილობა ხელში უნდა მეჭიროს. თუ არა, შეიძლება ეგ რომ უბრალოდ სადაც გაჩვენდი. ეგ უბრალოდ არის პროტოტიპისთვის. უკვე კლუბს რომ გავხსნით, ხო, იქ ყველა ჟილეტს ექნება ჩამონტაჟებული ბატარეა ჩიკით. აუ ჩემი საყვარელი მე თამაშია უნდა წადო, მე რეკლამაზე რო გავალ თამაში ჩაგაცნო შენდა განახე როლში რა როლში ერთს დავამატებ კი ვიცი, მაპატია შეიძლება ბოდიში თუ ძალიან გატკინე ანუ მაკო შენ რო უკვე ეს როლე თამაშის ბოლოს გექნება მობილურ აპლიკაციაში მთელი რუკა, ასე ვთქვათ, სად გაარტყი, როგორ გაარტყი, ვინ რამდენჯერ დაჭრა. ხო, ანუ ყველა შედეგს ვაჩვენებს. და იცი რა მაინტერესებს მე რომ მოვიტყუო ეხლა და რო ვთქვა რომ არ მომხდა ანუ არა და ეს ფიქსირებული ახლა არის პროტოტიპი, უბრალოდ რომ ვაჩვენებთ რამდენად შეგრძნებები როგორ არის და შემდეგ მე უკვე კლუბში რომ მოხდება დაგაკლება 75% და ამ შემდეგ და რომ მოკვდები და უშუალოდ ბაზარში უნდა მიბრუნდე, ხელზე სამაჯური გექნება, უნდა მიადო სპეციალურ სენსორს და გასაცხდები 30 წამში მე დაბრუნდები ისევ გაგრძელებ თამაში. გივი ამის ღირებულება ანუ ვერცერავის ვერ მოატყუებ და თან ღირებულება არის $400 თვითღირებულება, მაგრამ ეს $400 ჯდება პროტოტიპი მხოლოდ. და შემდეგ რაოდენობას რო გავაკეთებთ, ჩამოიწევს რა თქმა უნდა. და კონკურენტებსაც მაგით ჯობნით, რომ მაგათ საბაზრო ღირებულება არის $2500-დან $3000-მდე ლეიზერ თაგების და ჩვენ დაახლოებით მაგის 70%-ში გავყიდით ჩვენ. ეხლა რა ეტაპზე ხართ კივი, როდიდან გაყიდით უკვე? ახლა ჩვენ უკვე მოლაპარაკებას, ანუ გვინდა რომ მოძებნოთ პარტნიორი საქართველოში გასართობი ცენტრი ან სავაჭრო ცენტრი, სადაც გავხსნით უკვე კლუბს. და აქ რო დავტესტავთ ტექნოლოგიას და ხალხის ფიდბექები გვექნება, ასე ვთქვათ. შემდეგ უკვე გვინდა რომ გავყიდოთ არსებულ კლუბებზე სოფლიოს მასშტაბით. მე იცი რა მაინტერესებს, როგორ ხერხდება ეს, რომ ერთი შეხვედრით დაუჯერებელია, რომ 4-ჯერ და 5-ჯერ ნაკლები არის თვითღირებულება თქვენი პროდუქციის. ანუ გასაგებია რომ გეხმარებიან, თქვათ, იბეჭდება 3D იმის პრინტერის სახმარებით მაგრამ. განსხვავება ის არის, რომ ლეიზერ თაგები, რომელიც ჩვენი კონკურენტია, ეგ ტექნოლოგია გაკეთა 90-იანებში და მას მერე არ შეცვლილა, შესაბამისად გაკეთების სტილი და ყველაფერი ერთ და იგივეა წარმოება და ჩვენ უბრალოდ ახალ ტექნოლოგიებს ვიყენებთ
რაც უფრო იაფს ხდის ჩვენს პროდუქტს. წარმატებას გისურვებ, გიორგი, ძალიან მიხარია, რომ დღეიდან ჩვენთან ერთად იქნები ხოლმე და დაველოდები მოუთმენლად სხვა იდეების გაცნობას. ბიჭებო, მოკლედ გემშვიდობებით, გულშემატკივრებ, დაბრუნდები რეკლამის შემდეგ მარტო, იმიტომ რომ დავიფყარი მოდი და მოედანი ჩემია. მთელი სტუდია. აი არა, გამორთული მქონდა.